სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1980 წლის 3 ფებრუარს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, ამაზე ადრეც იქნა გაცემული პასუხი და ეხლა უფრო დაწვრილებით გაცემს ბატონი ჯონი პასუხს პიროვნებას. იმიტომ რომ წლები გადის, ბევრი ვერ ნახულობს იმ აუდიო ფირებს, რომლებზეც ჩაწერილი იქნა ეს და ბუნებრივია უჩნდებათ ერთი და იგივე კითხვები, მაგრამ ჩვენ არ გვაწყდეს თუ გავიმეორებთ ამას. სალამი ჯონ, გამარჯობათ, მოგესალმებით, ჯონის ევსალმეო, გამარჯობათ. ეს შეიძლება არ იყოს მარტივი კითხვა, რადგან მე მივიღე ძალიან ბევრი პასუხი ამაზე. სხეული ჩვენი ადამიანი შედგება სამშვილისა და სულისაგან, თუ სამშვილი შედგება სხეულისა და სულისაგან? არა, ჯონი მაკარტური პასუხობს არა. გასაგებია, მე გისმენთ, წყვიტავ კითხვას, ეს არის. მე დავასათაურე ესე, ადამიანი შედგება სხეული, სამშვილისა და სულისაგან, უფრო ნათელი ეს არის. და ჯონ მაკარტური ამბობს არა. ნება მომეცით, განგიმარტოთ და შემიძლია თუ არ ამაზე სწრაფი პასუხი გაგცეთ, რაზეც მე ადრეც მილაპარაკია. მე მაგალითად კარგად სიღრმისეულად, ხო? დეტალურად ეს მე არ მესმის. მაგრამ უბრალოდ ვაპირებ, რომ მაინც გაგიშალოთ ეს და აგიხსნათ თუ როგორ ხედავ მე ამას. მე მაგალითად უმჯობესია, რომ ეს გავყოთ ორ ნაწილად. მხოლოდ ორ ელემენტად დავყოთ. რაც არის ფიზიკური და რაც არის სულიერი. რაც არის მატერიალური და რაც არის არამატერიალური. ასე რომ ამ თვალსაზრისით მე ვარ როგორც ასეთი კლასიკური დიხოტომისტი. არიან ტრიხოტომისტების, რომლებთა საპირისპიროდ არის დიხოტომია. თეოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ ამ შეხედულებას უწოდებთ ტრიხოტომიას და დიხოტომიას. 3 და 2. ტრიხოტომია ამბობს, რომ ადამიანი არის სხეული, სამშვილელი და სული. მატერიალური სხეულია, სამშვილელი და სული კი არამატერიალური და მათ ერთმანეთისგან განასხვავებენ. სამშვილელი ეს არის ადამიანის სულის ცხოველური ნაწილი, ხოლო სული კი არის ადამიანის ღმერთზე ორიენტირებული ნაწილი. დიხოტომისტები ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი არის სხეული და სამშვილელ ტირე სული. დეფისი, ანუ ტირე, რომელიც არ განასხვავებს სამშვილელსა და სულს. ერთი და იგივეა, სამშვილელი და სული ერთი და იგივეა დიხოტომისტებში. ეს მხოლოდ არამატერიალური ნაწილის განსაზღვრელია. ეს არის და ეს და სადაც მე ვდგევარ. მე მჯერა, რომ ჩვენ მხოლოდ მატერიალური და არამატერიალური ნაწილისაგან შევდგებით. ან მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენ სამშვილელისა და სულის გამიჯვნა. არის კიდევ ერთი შეხედულება, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ორი ხართ, სანამ არ გადარჩებით და არ დაიბადებით. შემდეგ იღებთ მესამეს. ასე რომ თქვენ ხართ სხეული, სამშვილელი და როცა თქვენ გადარჩებით, ანუ მიიღებთ იესო ქრისტეს, იღებთ სულსაც. და სული ეს არის სული წმინდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვერსია ვერ გაუძლებს კრიტიკას. ის ვერ დაიტევს წყალს ბიბლიურ შეხედულებები და გაჟონავს. ახლა პრობლემა ჩნდება. სხეულის ნაწილი ადვილია. ჩვენი სხეული სხეულია. სულ ეს არის მხოლოდ სხეული. არამატერიალური ნაწილი ის, რომელსაც ხან სამშვილელს უწოდებენ, ხან კიდევ სულს. და მე პირადად ვერ ხედავ განსხვავებას. მე ვერ ხედავ სამშვილელს როგორც ცხოველურ ნაწილს და სულს კიდევ როგორც ღმერთზე ორიენტირებულ ნაწილს. მე ვერ ხედავ ამ განსხვავებას. მე ფიქრობ, რომ ეს ხელოვნური და სუროგატული განსხვავებაა. შენი სხეული მოკვდება, წავა საფლავში. არამატერიალური ნაწილი, ტოტოთი, ეს ლათინური გამოთქმა ყოფილა ტოტოთი, ანუ სრულიად ნიშნავს, ღმერთთან მიდის. ეს არ არის თქვენი სული, თქვენი სამშვილელის გარეშე. მე ფიქრობ, ეს ხელოვნურია, როგორც გითხარით, ეს განცალკევება. ჩვენ შეგვეძლია გადავიდეთ მთელ გზავნილზე, რათა განსაზღვროთ ეს ყველაფერი ბიბლიურ გზავნილზე, მაგრამ მე პირადად ამ პოზიციაზე ვდგავარ. ახლა ზოგი ამბობს, მაშინ რაც შეეხება ტექსტს, როცა ის ამბობს, რომ მთელი სხეულით, სამშვილელი და სულითო. დიახ, მე არ მაქვს ამის პრობლემა, რადგან ეს არის მხოლოდ ტერმინების გამოყენება, რაღაცა შეჯამება.
არ არის აუცილებელი, რომ ის გასაყოფად არის მიმართული და წარმოთქმული, რომ ჩვენ უნდა გავყოთ მათ შორის განსხვავება დავინახოთ. ასევე გაქვთ ებრაელების წერილის მეოთხე თავში. ღვთის სიტყვა ცოცხალი და ძლიერია ყოფს სულსა და სამშვიდობს. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის აღწევს ღმერთის სიტყვა სახსრებსა და ტვინში, გამჭრი ახობაში, აზრებსა და გულის ზრახვებში. მე ვსვავ კითხვას, გისვავთ კითხვას. არსებობს რაიმე განსხვავება გულის აზრებსა და განზრახვებს შორის? შეგიძლიათ თქვენ თქვათ? აი ეს არის განზრახვა და არა აზრი. ეს არის აზრი და არა განზრახვა. არა. მე ვგულისხმობ, რომ თქვენ იყენებთ ტერმინოლოგიას, რომელიც სულ არ არის ტექნიკურად განსხვავებული. ასე რომ მე მჯერა, რომ თქვენ ხართ სხეული და თქვენ ხართ სამშვინელ სული და ფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერილი თელს წმინდა წერილში. ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში. გასაგებია? იმედია ეს პასუხობს თქვენს კითხვაზე და კითხვის დამსველი ეუბნება. დიახ, ეს უკვე სხვა თვალსაზრისია. მე უკვე მანამდე მივიღე თითქმის 8 თვალსაზრისი და ვეკითხებოდი ვიღაცას თუ რას ამბობენ და მათ არ იცოდნენ, მათ მითხეს, აბა მიდი და ჯონ მაკარტურს კითხეო. ხედავთ? ხომ გესმით უკვე და ჯონ მაკარტური აგზელებს. ესე იგი, ჩვენ ვართ მატერიალური და არამატერიალური. და კითხვის დამსველი, დიახ, 100%-ით გეთანხმებით. და ჯონ მაკარტური აგზელებს. მას მხოლოდ ის, რაც თქვენ სურთ იცოდეს, არის ჩვენი ნაწილი, მატერიალურია და ეს ადვილია, სხეული. თქვენ დაგჭათ მხოლოდ მეორე ნაწილი არამატერიალური და ესეც ადვილია. და კითხვით დასველი, რაც შეეხება ძველი აღთქმის გამოცხადებას, რომელიც ყოველთვის საუბრობს მთლიან ადამიანზე, სრულყოფილზე, როგორც სამშვინელზე, რომელიც ცოდვას. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სული ზოგჯერ მთელ ადამიანს ეხება და ადამიანი გახდა რა? ცოცხალი სამშვინელი, ცოცხალი სული. ეხლა ტერმინების მონაცვლეობა ინგლისურში, ხომ, რო იცოდეთ, soul, ეს არის ქართულად სამშვინელი და სული არის სპირიტი. და ეს მონაცვლეობს ინგლისურ თარგმნებში. ასე რომ არ დაიბნეთ, როცა მე ამას ვლაპარაკობ. დიახ, ცოცხალი სამშვინელი, ცოცხალი სული. ასე რომ ეს სრულიად მთელი ადამიანია. ნეფეშ, ასე არ არის? მთელი ადამიანი, რა თქმა უნდა. ზოგჯერ სული უბრალოდ მთელი ადამიანია. სული, რომელიც ცოდავს, ის მოკვდება. ეს არის საუბარი ინდივიდზე, პიროვნებაზე, მთელი მისი პიროვნებით. გასაგებია? დიახ, ასე რომ მე ვამბობ, თქვენ არ გსურთ იყოთ ძალიან იზოლირებული და ტექნიკური ამ პირობებით. არ მოახდინოთ ამის იზოლაცია. სული შეიძლება იყოს ძალიან ზოგადი ტერმინი, სულ შეიძლება რომ საუბრობდეს ადამიანის არამატერიალურ ნაწილზე, ან უბრალოდ მოიცავდეს ადამიანს. ახლა ზოგჯერ ადამიანის არამატერიალურ ნაწილს იცით რომ სამშვინელი ეწოდება. ადამიანი სამშვინელი სული, რომელიც მასშია. პირველ კორინთელთა მეორე. ასე რომ მე უბრალოდ არ ვაკეთებ. ფიქრობ ეს ხელოვნურია, სულისა და სამშვინელის შორის კაფიო განსხვავება. და რასაც მე ყოველთვის ვეკითხები ტრიხოტომისტებს, არის ის. აბა, როცა მოკვდები, რომელი ნაწილი მიდის 64-ში? და ისინი ყოველთვის ამბობენ სამშვინელი და სულიც. აბა, თუ ორივე ერთად მიდის, რატომ გამოყოთ მაშინ მას? ასე რომ თქვენ ნამდვილად არ შეგიძლიათ მათი განცალკევება. ასე რომ მე აქ ვდგევარ უკვე დიდი ხანია. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.